მოგესალმებით ღვთისმშობლებო. უნდა აღნიშნავდეს თუ არა ქრისტეს მიმდევარი ახალი წლის ზეიმს. აი ამ ვიდეოში წმინდა წერილებიდან მოვიყვან ამ საკითხზე არგუმენტებს. საერთოდ რელიგიური სამყაროს ლიდერები თავიანთ საახალწლო მილოცვებს ასე იწყებენ ხოლმე, გილოცავთო შობა ახალ წელსო. და აი ერთ კონტექსტში მოიაზრებენ ხოლმე აი ამ დღესასწაულებს, როგორც ახალ წელს, ისე ქრისტეს შობას. თავიდანვე გეტყვით, რომ მე აი ამ თემას ორად გავყოფ. მომდევნო ვიდეოში ვისაუბრებ ბიბლიურ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, აღნიშნავდე თუ არა ქრისტეს შობას პირველ საუკუნეში მცხოვრები ჭეშმარიტი ქრისტიანები. თუ რა მითითებებს იძლეოდა და მიყვებოდა სამოციქულო ეკლესია და საერთოდ დეკემბერში იშვა თუ არა იესო ქრისტე, აი ამას ნახავთ. აი ამ ვიდეოში კი ვისაუბრებ ახალ წელზე, მის წარმომავლობაზე და იმაზე ზეიმობდნენ თუ არა მას პირველ საუკუნეში მცხოვრები ქრისტიანები, იესოს მიმდევრები, თუ რას ასწავლიდა სამოციქულო ეკლესია მსგავს დღესასწაულებზე. დავიწყებ ფაქტების კონსტატაციით, ესე იგი ძველი წელთაღრიცხვით 46 წელს, როდესაც იესო ჯერ არ იყო მიწაზე მოსული, ეს ხდება იესოს დედამიწაზე მოსვლამდე 46 წლით კიდევ ადრე, რომაელმა მმართველმა იულიუს კეისარმა 1 იანვარი წელიწადის პირველ დღედ გამოაცხადა. აი ამ დღეს რომაელები იანუს კარიბჭის, კარისა და დასაბამის ღვთაებას უძღვნიდნენ ხოლმე. იანუსის პატივსაცემად წლის პირველ თვეს იანვარი დაარქვეს და იანუსს ორი სახე ჰქონდა, ერთი წინ იყურებოდა, მეორე უკან. და აი ამგვარად ერთი აცილებდა გასულ წელს, მეორე კი ახალს ეგებებოდა. და ამიტომაც ეს წარმართების დღესასწაულია, აი ეს ახალი წელი და არა ქრისტიანული. რადგან ქრისტიანებისათვის ყველაფერზე საერთოდ მითითებები სამოციქულო ეკლესიის მიერ იყო გაწერილი წმინდა სულის შთაგონებით და ყველა ქვეყნებში მცხოვრებთათვის ეს მითითებები ერთი და იგივეა, რაც დღესაც გარკვევით იკითხება, თუ ნახავთ ახალ აღთქმაში არის ეს მოციქულების მიერ მოცემული ეს ჩანაწერები, თვითონ იესოს სიტყვებით და მსგავს რამეს ვერსად ვერ აღმოაჩენთ, რომ ისინი მსგავს რამეებს აღნიშნავდნენ და ზეიმობდნენ. ახალ წელს კი თუ დავაკვირდებით, სხვადასხვა ქვეყნებში სხვადასხვა დროს აღნიშნავენ. ამასთანავე განსხვავდება საახალწლო წესჩვეულებებიც. მარტო ქვეყნებს შორის კი არაა ეს სხვაობა. თავად ჩვენს ქვეყანაშიც კი, კახეთში რო სხვა რიტუალებია და სხვა რაღაცას ანიჭებენ უპირატესობას, იმერეთში სხვა სიმბოლიკები და სხვა რიტუალები ტარდება. და აი ამ სიღრმეებში ახლა და დეტალებში რა თქმა უნდა მე არ შევალ, რადგან როგორც აღნიშნეთ, ეს წარმართული დღესასწაულია და არა ქრისტიანული. ეხლა აი ამ სუფრასთან საერთოდ არა მარტო ახალწელს, ისედაც უზომოცმა, ღრეობა, ეს იყო აი ამ დღესასწაულის განუყოფელი ნაწილი, რაც მიუღებელია უფლისათვის, რაზეც აშკარად იკითხება მითითებები წმინდა წერილებიდან, აგერ მაგალითისთვის მოდი დავუხტავ იგავნის 23:20, ქრისტიანი, ქრისტეს მიმდევარი არ უნდა მჯდარიყო ისეთი ადამიანების გვერდით, სადაც მიდიოდა ხარბად უზომოც მაჭამა. უფლის თვალით დანახული ასე გამოიყურებოდა აი ეს ადამიანები, როგორც ხორცის მთქლეფავები, აგერ არ წერია, ხო? ასე არიან მოხსენიებული. და ვნახოთ ახლა სამოციქულო ეკლესიის ჩანაწერიც, რომელიც იკითხება რომაელთა მიმართ მიწერილ წერილში მე-13 თავის მე-14 მუხლებში. აქ ეს წერილში საუბარია, რომ ქრისტიანი იმოსება ქრისტეთი. ხო, ანუ ჭეშმარიტი ქრისტიანობა ღირსეულად სიარულთან არის დაკავშირებული და ამის საპირისპიროდ კი ეს ღორმუცელობა, სიმთვრალე, ღრეობები სიბილწესთან არის დაკავშირებული, თუ ადევნებთ თვალს აი ამ მონაკვეთებს, რადგან ასე დროს ასევე ხშირია მრუშობები გადამთვრალი ადამიანების მხრიდან, საერთოდ ასე ცხოვრობდნენ ხოლმე ქართველები, სანამ რუსეთის იმპერია დაიპყრობდა არა მარტო ქართულ მიწა-წყალს, არამედ ქართველთა გონებას. რადგან ეს ღრეობები, აი ეს ღვინოში ჩახრჩობა და აი ეს საღრეობო სუფრები, რომლებიც ბოლოს მრუშობაში გადაიზრდებოდა ხოლმე, სწორედ ეგრეთ წოდებული აი ამ პრავოსლავნური რელიგიის თამდები იყო, სადაც ნასვამები ერთი მეორის ცოლებთან ხურდებოდნენ ხოლმე ავხორცობით. მანამდე ქართველებმა იცოდნენ ზომიერის მაჭამა, იცოდნენ ერთი მეორის პატივისცემა და ღვინოს ეხლა თუ თვითონ ღვინის დალევაზე ვისაუბრებთ, ღვინოს იესოც სვავდა, მაგრამ ის არასოდეს არავის არ უნახია მთვრალი. ღმერთი არასოდეს კრძალავდა ზომიერს მაჭამას. პირიქით, მან სწორედ ამიტომ მოგცვა ღვინო ყურძნისაგან. სწორედ აი ამ მიზნით, რომ ის ზომიერად გამოგვეყენებინა, როგორც წამალი, აი ამ ასე უნდა მისდგომოდა ადამიანი პურის ჭამის დროს. ნახოთ მაგალითად, აგერ იკითხება თუ ნახავთ 103 ფსალმონის მე-15 მუხლს. აქ ღვინო ნახსენებია, როგორც ანტისტრაფ
სტრესული საშუალება, ხო, გულის გამამხიარულებელი საშუალება, დააკვირდით. ოღონდ რა თქმა უნდა ზომიერად, აქ არ წერია, რომ იმდენი უნდა დალიოს ადამიანმა, რომ გონება გამხიარულდესო, არამედ აქ გულის გამხიარულებაზეა საუბარი. და რადგან თუ ზომაზე მეც მიიღებს ადამიანი, ამ დროს უკვე ღვინო არა როგორც წამალი, არამედ როგორც შხამი ისე იქცევა ადამიანის გონებისთვის და ორგანიზმისთვის. განაიხლა ასე არ არის მაგალითად ნებისმიერი წამლის შემთხვევაშიც. როდესაც ექიმი უნიშნავს ადამიანს რომელიმე წამალს, თითო ტაბლეტს იღებენ ხოლმე, ხო, წამლად ადამიანები. მაგრამ იგივე წამალს, რომელიც ექიმმა დანიშნა, თუ კი მუჭა მიიღებს ადამიანი, ის შეიძლება ცუდად დაასრულოს, ხო? აი ამ დოზაზე აქვს საუბარი, იგივენაირად უნდა გამოეყენებინ ადამიანს ღვინო როგორც წამალი. ხო, გულის გასამხიარულებელი საშუალება, რომელიც საუკუნეების წინ, როგორც უკვე თქვი, ქართველებში იყო ნორმა, ზომიერი სმა. ვიდრე რუსული იმპერია მოახვევდა თავს ქართველ თავადებს თავის პრავოსლავნურ რელიგიას, აი როცა ქართველი თავადები რუსულად რო ამეტყველდნენ და ერთი მეორეს ქართველები იყვნენ, მაგრამ რუსულად რო ესაუბრებოდნენ ხოლმე, აი ამ გარყვნაზე მაქვს საუბარი, მათი გონებაც უკვე დაპყრობილი ყავდა რუსულ იმპერიას ამ დროს და მე თავადებიდან ეს გადმოვიდა უკვე გლეხებზეც. და აი ამ ღრეობას, მრუშობას მიეცემოდნენ ხოლმე აი ესეთი დღესასწაულების დროს. ასე რომ მე აქ ახალს არაფერს არ ვსაუბრობ, ეს ყველაფერი კარგად დავიწყებული ძველია, რაზეც ჩემს ვიდეოებში ხოლმე საუბარი, ეს არის 60 ქულო ეკლესიის სწავლებები, რაზეც საუბრობ. ნახოთ მაგალითად რა იწინასწარმეტყველა 60 ქულო ეკლესიამ ტიმოთეს წერილს თუ ნახავთ, აქ ორი წერილი ახალ აღთქმაში, მეორე წერილის მეოთხე თავის მესამე მეოთხე მუხლი. რომ დავაკავშიროთ ეს, დავინახოთ ეს კავშირი ახალ წელთან. ნახეთ რა საშიშროებაზე წინასწარმეტყველებდნენ მოციქულები წმინდა სულის შთაგონებით, თუ როგორი დრო დადგებოდა, რომ ადამიანები ზურგს შეაქცევდნენ წმინდა წერილებს, მასში მოცემულ უფლის რჩევა დარიგებებს და ამის საპირისპიროდ თავიანთვის მოსაწონი სიამოვნების მომგვრელ ზღაპრებს გამოიგონებდნენ და იცხოვრებდნენ არარეალური, უფრო ზუსტად კი აი ამ ეშმაკის მიერ ცდუნების ამყოლ დღესასწაულებით. და აი გამართავდნენ ასე დღესასწაულებს და რაც ყველაზე საინტერესოა, ამაში ჩართულნი იქნებოდნენ ეგრეთ წოდებული სასულიერო პირები, ვითომ უფლის მადიდებლები, სინამდვილეში კი ეშმაკის აი ამ პროპაგანდას აყოლილი ეგრეთ წოდებული მოძღვრები. ეს იკითხება აგერ თუ აკვირდებით მესამე მუხლის ბოლოში ეს აზრი. და მე არ ვიგონებ აქ არაფერს, რომ ადამიანებს ასეთი მოძღვრების მოსმენა ურჩევიათ მაშინაც დღესაც აი ამ 60 ქულო ეკლესიის სწავლებებს და ბიბლიურ ჭეშმარიტებას და იცხოვრებდნენო ამგვარი ზღაპრებით, რომელთა შორისაც ეს ეგრეთ წოდებული საახალწლო საშობაო ზღაპარია. და მართალია ახლა ყველა დასრული ადამიანი აღიარებს, რომ ეს არის ახალი წლის საშობაო ზღაპარი, მაგრამ უწყინარი ზღაპარიაო, ასე ამბობენ ხოლმე, ლამაზი სანახაობრივი ზღაპარიაო და ბავშვებისთვისაც კარგიაო. და ამაში უფლისათვის მიუღებელს ვერაფერს ხედავენ. ახლა მოდით ვნახოთ უშუალოდ ის საფრთხეები და საშიშროება, რითიც ღვთის მოწინააღმდეგემ და კაცობრიობის საერთო მტერმა სატანა ეშმაკმა შეფუთა ეს ეგრეთ წოდებული უწყინარი ზღაპარი. და ხუთ მხარეს შევეხები აი ამ ახალ წელთან დაკავშირებით, აი ამ საშიშროებებს. პირველი, უმთავრესი რა არის? ამ დროს ბავშვების ყურადღება გადააქვთ არა სიცოცხლის და სამყაროს შემოქმედ უზენაეს ღმერთზე, არამედ ვიღაცა კეთილ ბაბუაზე, რომელიც მათ ტკბილეულით და აი ამ ფოჩიანი კამფეტებით ასაჩუქრებთ და ამით ირღვევა პირველი და უდიდესი მცნება, რომ გიყვარდეს უზენაესი ღმერთი, რომ მის გარდა არავინ არ უნდა განადიდოს, არავის არ უნდა სცეს თაყვანი ადამიანმა, ხო? და აქ ფაქტიურად განდიდებულია წინა პლანზე ყავთ აი ეს ეგრეთ წოდებული პაპუა წამოწეული აი ამ დღესასწაულის დღეს. მეორე რა არის აქ? იესოს შობის თარიღი გაყალბებულია და იგი არ შობილა არც 25 დეკემბერს, არც 7 იანვარს და აქაც ეშმაკმა თავისი აი ეს მიზანს მიაღწია, შეიძლება ითქვას, რომ ქრისტეს შობის აი ეს ცრუ თარიღი შემოაჩეჩა კაცობრიობას და აიტაცა ხალხმა აი ეს და ამიტომ აკავშირებენ ამ ახალ წელს ქრისტეს შობასთან. ამიტომ როგორც უკვე გითხარით, ამაზე მე მომდევნო ვიდეორგოლში ვისაუბრებ, გამოიწერეთ ჩემი გვერდი, არ გამოგწეს ეს ვიდეორგოლი თუ როდის იშვა სინამდვილეში იესო დედამიწაზე. მესამე მხარეს შევეხოთ. თოვლის პაპისადმი წერილების მიწერითა და აი ამ ნაძვის ხესთან სურვილების ჩაფიქრებით ბავშვობიდანვე დაუკარგეს ადამიანებს, საერთოდ ბავშვობიდანვე უკარგავენ ლოცვის ძალის მნიშვნელობას, ხო?
რომ ლოცვებს და სათხოვარს მხოლოდ უფალი ისმენს. ეს ბევრგან წერია წმინდა წერილებში და სხვას არ შეუძლია სათხოვარის შესმენა, მოსმენა, ხო? მხოლოდ მას შეუძლია გიპასუხოთ თქვენ სათხოვარზე. და ამას მე მიუძღვენი ჩემს გვერდზეც თუ შემობრძანდებით 9 ვიდეო რგოლი დაუთმე, თავიდან ბოლომდე თუ ამ 9-ს მოისმენთ, სრულად გეცოდინებათ როგორი ლოცვოთ, რომ ღმერთმა შეისმინოს თქვენი სათხოვარი და ლოცვები. ეს არის რიგითი ნომრები 49-დან 57-ის ჩათვლით. და ეს რიგითი ნომრები ფრჩხილებშია მოცემული. და ის ფაქტი, რომ აი ეს თოვლის ბაბოა თუ აი ეს მორთული ნაძვისხესთან ჩაფიქრებული სურვილები არ აგიხდებათ, ამას ადასტურებს ის ომები, უბედურებები, რაც მსოფლიოზე ხდება. რადგან ყველა იმ დაღუპულმა ადამიანმაც ჩაიფიქრეს საახალწლოდ სურვილები, მაგრამ ზოგი პანდემიამ იმსხვერპლა, ზოგი ომებმა, ზოგი სტიქიებმა იმსხვერპლეს. ეს იმიტომ, რომ იმას არ ავედრებენ სურვილებს, იმას არ სთხოვენ, ვინც რა თქმა უნდა იძლევა სიცოცხლის ლიმიტს, ხო? ასე რომ ვთქვათ, ის ვინც ახანგრძლივებს სიცოცხლისათვის აი ამ სიცოცხლეს, ვინც ვიხანგრძლივებს და ამაზეც მიდევს მე ვიდეო რგოლები. და რამდენი უბედურება შეხვდება კიდევ ვის როდის რა დაემართება არავინ უწყის, ხო? ისე რომ ეს ჩვეულებრივი ზღაპარია. მეოთხე საშიშროება რა არის? პატარაობიდანვე აჩვევთ თქვენს შვილებს გაიზარდონ მატყუარებად. რადგან როგორც საშობაო ზღაპარი არის ტყუილი, ისე მთელი აი ამ სადღესასწაულო სუფრის განმავლობაში ატყუებთ თქვენს პატარებს. თოვლის ბაბუო, გერიქიდან ჩამოვიდაო, მოგიტანაო მანო ეს საჩუქევრებიო, მოკლედ ტყუილებს ეუბნებით თქვენს პატარებს და როცა გაიზრდებიან და ტყუილებს გეტყვიან, გაიხსენეთ რომ ჯერ თქვენ ატყუებდით მათ პატარაობაში. ასე ზრდიდით თქვენს პატარებს აი ამ ტყუილებით, ვითომც და უმნიშვნელო ტყუილებს რო ეძახით ხოლმე. და ეს სიამბლეში აი ამას გულისხმობს, რომ თავიდანვე პატარაობიდანვე თქვენ შვილებს ჭეშმარიტება უნდა ესაუბროთ და სიმართლე ელაპარაკოთ. მაგალითად სოციალურ ქსელში ნახე ესეთი ვიდეო, სადაც ერთი ქალბატონი, არ ვიცი პედაგოგი იყო თუ ვინ იყო, სცენიდან ატყუებს პატარებს, რომ თურმე ნაძვის ხის ქვეშ დამალაო მარიამმა იესო, როდესაც მათ რომ დევრები მოსდევდნენო. და აი ამ ქალბატონს არაფერს არ ვეტყვი, როცა ეს პატარები გაიზრდებიან, სახარებას გამოიკლევენ, ისინი მიხვდებიან ვინ იყო მათ წინაშე და ყველაფერი რაც ამ ქალბატონს უსწავლებია, მიხვდებიან რომ ყველაფერი იყო ტყუილი. აი ამ ერთი ტყუილის დამადობით. აღარ ვამბობ იმას, რომ ეხლა ტყუილის თქმა თვითონ ღმერთის მიერ მოცემული მცნებების თანახმად იკრძალება და ეს მომაკვდინებელი წოდვა. მეხუთე საშიშროება. ყველა ქრისტიანი მშობელი თავის პატარას უნდა უღუებდეს რწმენას იესოს მეორედ მოსვლის შესახებ და იმ იმედებს, რაც მერე უნდა მოყვეს იესოს მეორედ მოსვლას. და ყველა ბავშვი ისევე როგორც დიდი ადამიანი, ვისაც ქრისტიანობაზე აქვს პრეტენზია, ქრისტეს მოსვლის მოლოდინში უნდა იყოს და არა ახალი წლის მოსვლის მონოდილში და არა თოვლის ბაბუის მოსვლის მონოდინში. უნდა იცოდნენ ბავშვებმა, რომ ამ დროს წელიწადი არაფერს მოუტან, თუ თვითონ არ გაატოკეს ხელი, ხო? თავისთავად წელი და სურვილები არაფერს არ უსრულდება ისე. რომ შრომის შედეგად მიიღწევა ყველაფერი. წელიწადის გასვლა კი სხვა არაფერია თუ არა ის, რომ ზის გარშემო ერთი წრე დაასრულა დედამიწამ და ახალ წრეზე წავიდა. რაც შეეხება კონკრეტულ კალენდარულ დღეებს თუ დღესასწაულების აღნიშვნას, რომელიმე ამა თუ იმ დღისთვის განსაკუთრებული აი ამ მნიშვნელობის მინიჭებას, ამაზეც გვაფრთხილებს 60 ეკლესია. აგერ დაურთავ, ეს როგორც უკვე ვთქვით, ერთ-ერთი ეს ცრუღთაება იანუსი იყო, რომელსაც ახალი წლის დღესზე იმობდნენ, მაგრამ აგერ ვნახოთ რა გაფრთხილებას იძლევა 60 ეკლესია, გალატელების წერილი მეოთხე თავის 8-დან 10-ის ჩათვლით. აგერ მერვე მუხს დააკვირდით, აქედან ვიგებთ, რომ იმ ღმერთებს არ უნდა მივაგოთ დიდება, ვინც ბუნებით ღმერთები არ არიან. მეცხრე მუხლიდან ვიგებთ, რომ ისინი, ვინც ვიცნობთ ჭეშმარიტ ღმერთს, აღარ უნდა დავემონოთ ცრუღთაებებს და მათთვის მიძღვნილ კონკრეტულ კალენდარულ დღეებში არ უნდა ვიზეიმოთ, არ უნდა აღნიშნოთ ეს დღესასწაულები, რომლებიც ზღაპრებია და არარეალობა და მეათე მუხლიდან რას ვიგებთ, რომ ეს აკონკრეტებს, რომ აი ამ დაუკვირდით თუ ამასო, რომ არ მიაქციოთო ყურადღება აი ამ კალენდარული დღეებით დადგენილ დღესასწაულებს.
რომ ქრისტიანები მხოლოდ ქრისტეს უსმენთ და სამოციქულო ეკლესიას რაც იკითხება წმინდა წერილებში, ამით უნდა ხელმძღვანელობდეს ყველა ქრისტიანი სამოციქულო წერილებით და არა ვიღაცა ადამიანების მიერ დადგენილი კალენდარული დღეებით შემოხაზული როა და აღნიშნული რომ ამ დღეს არის ეს კონკრეტული დღესასწაული. ისინი არც ქრისტეს დაუდგენია, არც სამოციქულო ეკლესიას. ერთადერთი დღესასწაული, რომელსაც წლის განმავლობაში აღნიშნავდნენ ხოლმე, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ერთ-ერთი დღესასწაული. სხვას არაფერს სხვა ვერავინ ვერ იტყვის, ვერავინ ვერ გვაჩვენებს, აგერ თავად თვითონ და აგერ თავად ბიბლია და მიგვი თვითონ აბა რომელ დღეებს აღნიშნავდნენ მოციქულები. ერთადერთი დღე იყო ხოლმე ეს წელიწადში გასახსნებლად, უпростоეთ საღამო და ეს საღამო თუ რომელი საღამო, ამაზე მე სხვა დროს დავდებ ამ ვიდეოს.